Energia. მოგესალმებით პატრიციმულ რადიო მსმენელებო. დღეს ღია სტუდიაში სტუმრადაა ბევრი თქვენგანისათვის ძალიან საინტერესო და სასურველი სტუმარი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი ბატონი იაგო ხვიჩია. მოგესალმებით ბატონი იაგო. გამარჯობათ. ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს ხოლმე, როდესაც თქვენ მობრძანდებით ჩვენთან სტუმრად, არაერთგზის ყოფილ ხართ. ძირითადად არ დავმალავ და ყოველთვის ვერ ვახერხებთ, რომ სისტემატურად მოგვიწევთ, მაგრამ ძირითადად მაინც ვიწევთ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას, მათ შორის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელსაც, როდესაც რაღაცა ძალიან ახალი, ძალიან საინტერესო ხდება და ასეთი სიახლე, როგორც წესი, ბოლო წლებში ძალიან გახშირდა თქვენთან ბატონო იაგო. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ რომ გვაძლევთ საშუალებას საკმაოდ ოპერატიულად მივაწოდოთ გარკვეული სახის ცვლილებები და სიახლეები მოსახლეობას და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ თანამშრომლობის დიდ სურვილს ყოველთვის თქვენს ორგანიზაციასთან. ტელეფონების ნომრებს შევახსენებ მე თქვენის ნებართვით ჩვენს მსმენელებს, ვისაც სურვილი გაქვთ რომ ბატონ იაგო ხვიჩიას ღია ეთერში დაუკავშირდეთ, მიიღოთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია 40 91 92 და 40 92 92. აი ამ ტელეფონებით ისარგებლეთ. რაც შეეხება საჯარო რეესტრში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს, პირველ რიგში აუცილებლად უნდა გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს არის იურიდიული პირებისთვის მარჯვენა ფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. ამ ტიპის ტრანზაქციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქამდეც ახორციელებდა, უბრალოდ იყო გარკვეული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლებიც იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ეს რეგისტრაცია განხორციელებულიყო. ეს ამ დოკუმენტების ჩამონათვალი აქამდეც არ იყო ცოტა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჩამონათვალი იყო, შეიძლება ითქვას საჭიროზე მეტიც იმ დროისთვის, როცა ეს იქნა მიღებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელიც ამ რეგულირებაში, არსებულ რეგულირებაში არ ჯდებოდა. სწორედ ამიტომ განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებები, რითაც შეივსო ერთგვარად ის ნუსხა, რომელიც აქამდე არსებობდა და აქამდე აძლევდა ადამიანებს საშუალებას, იურიდიულ პირებს საშუალებას, რომ მომხდარიყო მათი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რაც შეეხება დოკუმენტებს, რომელიც არის დღეს უკვე არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არის შემდეგი. პირველი ეს არის საპრივატიზაციო გეგმა, ანუ თუ კონკრეტული მიწის ნაკვეთი, კონკრეტული ობიექტი არის საპრივატიზაციო ნუსხაში, ანუ ეს ნიშნავს, რომ დაწყებულია პრივატიზაციის პროცესი, უბრალოდ ინფორმაცია არ არსებობს მისი დასრულების შესახებ. ანუ თავის დროზე არ იქნა გაცემული მაგალითად საკუთრების მოწმობა. ასევე არის ამ უფლების აღიარების საფუძველი მიწის მიმაგრების აქტი, რომელიც განხორციელებულია დროებით მიმაგრება ამ შემთხვევაში. ანუ დროებითი მიმაგრების აქტი. ამ ყველა ამნაირ დოკუმენტში არის მითითებული, რომ პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში ეს მიწის ნაკვეთი უნდა ჩამორთმეოდა ამ იურიდიულ პირს და დაბრუნებოდა სახელმწიფოს. ესეთი დოკუმენტი აქამდე არ ითვლებოდა საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად, მაგრამ პრაქტიკაში აღმოჩნდა ასე, რომ ფაქტობრივად ეს მიწის ნაკვეთები აქვთ ამ ადამიანებს, ეწევიან ამ მიწის ნაკვეთებზე გარკვეული ტიპის მეურნეობას, ზოგიერთებს საერთოდ ბიზნეს ორგანიზაციები აქვს გახსნილი, ზოგიერთი ჯარით აქვს გაცემული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ეს მიწის ნაკვეთი არის მჭიდროდ დაკავშირებული ამ იურიდიულ პირთან. ამიტომ სახელმწიფომ ხშირ შემთხვევაში არც კი იცის, რომ ესეთი მიწის ნაკვეთი შესაძლებელია, როდესღაც მისი გახდეს. ან მისი მოთხოვნის შემთხვევაში მას სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით არანაირი გეგმები არ გააჩნია. სწორედ ამის გამო განხორციელდა ეს ცვლილებები, რომ ასეთი მიწის ნაკვეთის დაკანონება ადამიანებს შეუძლიათ ამ პერიოდში. სად არის ასეთი მიწის ნაკვეთები? ასეთი მიწის ნაკვეთები არის ყველგან, შეიძლება ითქვას, ძირითადად ეს არის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. აქ არის განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციები, იმდროინდელი ძველი საწარმოები, რომელიც გადაკეთდნენ ჯერ სააქციო საზოგადოებად, მერე საერთო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად და ასე შემდეგ. მაგრამ არ მოხდა მათი სრულყოფილი პრივატიზაცია. მოგეხსენებათ ეს 90-იანი წლებში გაცემული დოკუმენტია, სადაც
ჯერ კიდევ არ იყო ნება ნათლად გამოხატული თუ რა მიზანი ამოძრავებდა სახელმწიფოს კონკრეტულ საწარმოებთან დაკავშირებით. თვითონაც არ ქონდა მე მგონი სახელმწიფოს გარკვეული სახელმწიფოს არ ქონდა პირველ რიგში პოზიცია ამ შემთხვევაში და მან ამიტომ გასა ასეთი ორჭაფული ხო უხეშად ვთქვათ ვერ გაბედა ბოლომდე გადაეცა საკუთრებაში ეს ნივთი მაგრამ გადასა ისეთი ფორმით რომ რეალურად ამ ადამიანს იმდენი ნდობა შეექმნა ამ ნაკვეთების მიმართ, რომ ფაქტობრივად ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელეს და უფრო დიდსაც განახორციელებდნენ, ეს შეზღუდვა რო არ ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ამ დაგვარი მიწის ნაკვეთები ბოლოს და ბოლოს რო მოექცეს სრულყოფილად სამოქალაქო ბრუნვაში და ის იყოს დაუშვათ ბრუნვის ობიექტი, დაიწურთოს იპოთეკით, გაიცვალოს, დაუშვათ მისი ნაწილი გაიყიდოს, რომ მეორე ნაწილი კიდე სხვა ბიზნესში ჩაიდოს და ასე შემდეგ. ეს ერთხელ და სამუდამოდ ამ თემის მოგვარება არის სავალდებულო. ასევე მარჯვენა მფლობელობის აღრიცხვის საფუძველი, ანუ რეგისტრაციის საფუძველი არის ტექბიუროში აღრიცხვის ფაქტი. დავიწყოთ იქიდან თუ რა იყო ეს ტექნიკური ინვენტარიზაცია. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები იყო ერთგვარად რეესტრის წინამორბედი, შეიძლება ითქვას. ის ცოტა სხვა პრინციპი იყო, იქ რეგისტრირდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და არა უფლებები. მაგრამ თუ საბჭოთა პერიოდის ანალოგიურ უწყებას მოვიყვანთ დღეს როგორც საჯარო რეესტრია, პირველ რიგში მივადგებით ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს. სწორედ აქ აღრიცხვა ითვლება ამ შემთხვევაში რეგისტრაციის საფუძვლად. აქამდეც ითვლებოდა, ოღონდ აქამდე თუ იყო აღრიცხვა 94 წლამდე. ხოლო ამ ცვლილებით ეს შეზღუდვა მოიხსნა, ანუ ტექბიურო არსებობდა დაახლოებით 2004 წლის ჩათვლით, 2003-ის მერე ფაქტობრივად მას საერთოდ არ უმუშავია, მაგრამ არსებობს გარკვეული დოკუმენტები, რომელიც 2000 წლების შემდეგაც, 94 წლების მერე ძალიან ბევრი და 2000 წლების მერე ცოტა მეჩხერად, მაგრამ მაინც არის აღრიცხული და ეს აძლევს ადამიანებს საშუალებას ამ შემთხვევაში აღიარონ დაარეგისტრონ თავიანთი საკუთრების უფლება. არ მინდა სხვაგან წავიყვანო, სხვა მიმართულებით თქვენი საუბარი, მაგრამ რატო 1994 წლამდე რატომ იყო ნებადართული იქიდან ეს იყო, ანუ საქართველოს კანონმდებლობით იყო ასეთი ჩანაწერი არსებობდა, რომ 94 წლამდე აღრიცხვა, ეს იყო მარჯვენა მფლობელობის დადასტურება ერთგვარად და ამიტომ ეს ექვემდებარებოდა რეგისტრაციას და საფუძველი კანონმდებლობაში სათო ჩაიწერა, შეიძლება ვეძიოთ იმაში, რომ 94 წლამდე უკანონოდ აშენებული სახლები იმდროინდელი კანონმდებლობით ექვემდებარებოდა თავის დროზე, ანუ ერთგვარად ლეგალიზაციას, იმდროინდელ ლეგალიზაციას, ანუ დაკანონებას, მაშინ ასეთი ტერმინი არსებობდა. და გაიზარდა ახლა ეს ვადა 2004 ეს ექვემდებარებოდა კომუნისტების დროიდან, ანუ იმდროინდელი ნორმატიული აქტები იყო, პოსტსაბჭოთა პერიოდის ნორმატიული აქტებიც არსებობდა, რომელიც 94 წლამდე უკანონო სახლები ექვემდებარებოდა, იმას მიება შემდგომში ესრულება და 94 წლამდე აღრიცხვა ტექბიუროში გამოცხადდა როგორც მარჯვენა მფლობელობის დადასტურება ერთგვარად. თუმცა ახლა ამ ცვლილებით ვინაიდან აღმოჩნდა, რომ კიდევ რაღაცა თემები არსებობს ისეთი, რომელიც სრულყოფილად არ არის დაუშვათ მოგვარებული ბოლომდე და არსებულმა კანონმდებლობამ ვერ მოაგვარა, კანონმდებლობამ მიიღო გადაწყვეტილება და სხვათა შორისაც ძალიან ყურადსაღები არის ის, რომ გარკვეული ვადით შეზღუდვა ეს პროცედურა. ანუ ეს ცვლილება ჩვენ ვიცით, რომ არ შეიძლება ასეთი გამარტივებული წესით რეგისტრაციები იყოს სულ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ რისკთან არის ერთგვარად დაკავშირებული. ამიტომ ეს არის გარკვეული ვადით შეზღუდული, ანუ ეს ცვლილება, ანუ ეს პრივილეგია იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ 6 თვის განმავლობაში. 1 იანვრიდან 1 ივლისამდე 2011 წლის. ამიტომ ამ შემთხვევაში მე ურჩევდი იურიდიულ პირებს და მათ პარტნიორებს, რომ თუ აქვთ კონკრეტული პრეტენზიები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მათ ამ პერიოდში წარმოადგინონ მოთხოვნა. გადაწყვეტილების მიღება შეიძლება დაუშვათ გადაიწიოს. ანუ რაღაცა მაგრამ მოთხოვნა რომ ხო, მაგრამ მოთხოვნა უნდა არსებობდეს. გამოიყენონ ეს ვადები. კი, ეს ვადები უნდა გამოიყენონ. შეიძლება იქ დაუშვათ გარკვეული ვადა გაიზარდოს რაღაცაზე, გარკვეული გარემოება იყოს გამოსაკვლევი და ამ შემდეგ, მაგრამ მოთხოვნა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ლეგიტიმური იყოს მათი მოთხოვნა. ესე იგი, ამის გამო, რა კი ასეთი, ეხლა გასაგებია პირადად ჩემთვის ყველაფერი, მაგრამ ამის გამო ჭორიც კი გავრცელდა საზოგადოებაში, რომ აი შემდეგ პრივატიზაციას ვეღარ გავაკეთებთ, ვეღარ ჩვენ საკუთრებაში არსებულს ვეღარ დავიკანონებთ. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს? პრივატიზაციას ვეღარ გავაკეთებთ, ეს ცხადია არ არის სწორი. უბრალოდ პრივატიზაცია ამ შემთხვევაში არის გართულებული. ანუ ეს არის ჩვენ ამ შემთხვევაში თავაზობთ იურიდიულ პირებს უპრეცედენტო გამარტივებულ ბარიერებს, სადაც ბალანსზე ყოფნის აქტიც კი იყო ცოტა ადრინდელი 90-იანი წლების ბალანსზე ყოფნის დოკუმენტიც კი რეგისტრაციის საფუძველია. ანუ ესეთი პრივილეგია ამ პირებს შემდგომში არ ექნებათ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პრივატიზაციის უფლება არ აქვთ, მაგრამ შემდგომში უკვე მოდის სხვა ბარიერები, 6 თვის მერე გარკვეული საფასური იზრდება და საერთოდ 1 წლის შემდეგ
უკვე აღიარების მიმართულებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია იურიდიული პირებისთვის არ იქნება შესაძლებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრივატიზაციის უფლება არ იქნებათ. ეს გარკვეულ საფასურებთან და გარკვეულ რთულ პროცედურებთან არის უბრალოდ დაკავშირებული. ეს ფიზიკურ პირებზეც ხორცელდება. არა, ფიზიკურ პირებზე ეს კონკრეტული რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ, ეს შეღავათები არ უცელდება, იმიტომ რომ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით მე რაც ჩამოთვალე ის დოკუმენტები დაახლოებით აი შეიძლება იყოს ერთეულ შემთხვევაში ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით, შეიძლება მთელ საქართველოში იყოს 1 ათეული. ანუ მეტი არც იქნება. ანუ ეს დოკუმენტები უშუალოდ გამოიცემოდა იურიდიული პირების მიმართ და ძირითადად ამ კუთხით პრობლემა ასევე დგას იურიდიული პირებთან. ანუ ზუსტად ძირითადად იურიდიული პირები იყვნენ ის ორგანიზაციები, რომელიც იძენდნენ ამ ტიპის ქონებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ვაუჩერიზაციის პროცესში და ასე შემდეგ. იქ ფიზიკური პირები როგორც წესი არ იყვნენ, იმიტომ რომ ყველა ისინი ვალდებული იყო როგორც იურიდიულ პირს შეეტანა განცხადება უფლების მოპოვებაზე. და სწორედ ამიტომ ეს პრობლემა უდგათ იურიდიულ პირებს. გასაგები. და სწორედ იურიდიული პირებისთვის არის აი ეს შეღავათები დაწესებული ამ მიმდინარე წლის ზაფხულამდე, ივლისამდე? ივლისამდე, პირველი 6 თვე. პირველი 6 თვე. პირველი 6 თვის განმავლობაში ასევე უნდა თქვათ ჩვენ რომ ეს ვინაიდან არის ძალიან აქ შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანები და კითხვა ბუნებრივია დაისმევა რომ რითია ჩვენი უფლება დაცული მაგალითად ადამიანები რომელიც ამ იურიდიული პირების თანადამფუძნებლები იყვნენ ან ასევე პრეტენზია აქვს ამ ქონებასთან დაკავშირებით რომ და შეიძლება ამ ადამიანს ასევე ქონდეს ისეთივე დოკუმენტი როგორც აქვს იმ სხვა ადამიანს რომელმაც დაასწრო ამ შემთხვევაში რეგისტრაცია არის ასეთი შემთხვევები შესაძლებელია იყოს ჯერჯერობით ცხადა ეს ამდენიმე დღე რაც დაიწყო ეს პროცესი სულ და ამიტომ სრულყოფილად ჯერ არ გამოვლენდა ამის შესაძლებლობები. უბრალოდ ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ესეთი მიდგომა, რომ კანონმდებლობის მიხედვით პირველი რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში ადამიანებს, რომელმაც ამ წესით მოახდინეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არ შეუძლიათ ამ ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყოველდღიურ სამეურნეო საქმიანობაში უნდა შეეშალოთ ხელი, მაგალითად ქალაქირავანი იჯარით გასცენ და ასე შემდეგ. ანუ ეს უფლებამოსილება მათ ექნებათ მხოლოდ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, იმიტომ რომ ამ 6 თვის განმავლობაში პარტნიორებმა გამოთქვან თავიანთი პრეტენზიების შესახებ. მათ მოასწრონ ელემენტარულად სასამართლოში საჩივრის შეტანა, ქონების დაყადაღება, იმიტომ რომ იდაონ უკვე და არ მოხდეს მისი გასხვისება. მოგეხსენებათ, ქონების გასხვისების შემთხვევაში ჩვენ უკვე სახეზე გვყავს კეთილსინდისიერი შემძენი და მისი ინტერესებია უკვე გასათვალისწინებელი და გაცილებით რთულია იმ ქონების დაბრუნება უკან, რომელიც დავუშვათ უკვე კეთილსინდისიერი მესაკუთრის საკუთრებაში არის. ამიტომ ამ კუთხით გარკვეულ თავდაცვით მექანიზმებს ახორციელებთ. ითვალისწინებთ ამასაც. ბატონო, ამასთან დაკავშირებით თუ იქნება კითხვები, ალბათ ტელეფონების ნომრები ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ 40 91 92 და 40 92 92. ზარი არის ახლა ეთერში, მსმენელს მოусვინოთ, რამდენად ეხება ამ საკითხს არ ვიცი, ალო გისმენთ? ალე. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. გიმარჯობთ. კითხვა მაქვს თქვენს მასთან დაკავშირებით. აუქციონზე შევიძინე შენობა. აუქციონზე. დიახ. დიახ. მაქვს სერტიფიკატი რომ ეს ჩემია, გადავიხადე თანხა ყველაფერი. ხო და მის საკითხი არის გაურკვეველი და ეს მაინტერესებდა როგორ შეიძლება გავარკვიო აი ეს მიწა რომელიც ამ იმას ეკუთვნოდა დაწესებულებას. ეს როგორ გავუკეთე, ცოტა ამიტა ბევრი არ არის 300 ის იქნება კვადრატული მეტრი. მაგრამ მაინც მინდა მიწა მქონდეს და როგორ გავაკეთო რომ ეს დავისაკუთრო. კი პასუხებთ. შეკითხვა ხომ არ გავთ სვენელთან? არა. მეორე ჩავთოთ მაშინ მეორე სვენელს. ალო გისმენთ? გაგვეთიშა თურმე მეორე არა უშავს მოვისმინოთ ამაზე პასუხი ბატონო. კი ბატონო, ამ შემთხვევაში დიდი მადლობა პირველ რიგში სვენელს შეკითხვა დასვა, იმიტომ რომ მე მინდოდა ამაზეც გამომხვილებია ყურადღება. ესეც ამ საკითხის რეგულირებაც ახალი ცვლილებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში იგივე საკანონმდებლო ცვლილებებით ეკონომიკის სამინისტროს დაევალა ესეთი რაღაც, რომ მან განსაზღვროს ის მიწის ნაკვეთის ფართი, რომელიც გასხვისდა ამ შენობა ნაგებობასთან ერთად. ესეთი შემთხვევები არსებობს ბევრი, როდესაც შენობა ნაგებობას ხვისდებოდა მისი წილი მიწის ნაკვეთის გარეშე. რაც ხადია შეცდომა იყო, იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყნის კანონმდებლობა ჩვენ თუ რო ავიღოთ ნორმალური ქვეყნის არ ვიძახი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს იქ ცოტა არსებობს ჯერ კიდევ ზოგიერთ მათგანში ამ შემთხვევაში ძველი შეხედულებები. არ შეიძლება
შეიძლება შენობა ნაგებობა გასხვისდეს მიწის გარეშე. მაგრამ ესენი გასხვისებული არის 90-იან წლებიდან, სხვათა შორის უახლოეს წარსულამდე ხდებოდა ასე. და არაფერი არ არის ნათქვამი მიწის სამართლებრივი ბედის შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს კანონმდებლობა გამოხატა ნება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გარკვეული რაღაც რაოდენობის მიწის ნაკვეთი გადასცეს შენობა ნაგებობის მესაკუთრეს. მაგრამ პრობლემა არის ორნაირი. ერთი რომ გადაცემის შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი და მეორე უარესი ის, რომ საერთოდ მიწის შესახებაც არ არის არაფერი ნათქვამი, აუდავშოთ რამდენი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე არის განთავსებული ეს შენობა ნაგებობა. ამიტომ მაგრამ სხვა შორის ბატონო რამდენზეც დგას იმის გარდა ხო შეიძლება სხვა კი რა თქმა უნდა ეკუთვნოდეს ამ რა თქმა უნდა ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს დაევალა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ის რომ პირველი დაადგინოს მან მიწის ნაკვეთის ფართი ერთი დაუშვათ თუ რამდენი გასხვისდა ამ შენობა ნაგებობასთან ერთად და მეორე მიიღოს გარკვეული ტიპის დოკუმენტები, ნორმატიული დოკუმენტაცია, ის პროექტს ამზადებს ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ მთავრობა უნდა დაამტკიცოს, თუ როგორ მოხდება რამდენ ხანში, რა ვადაში და ასე შემდეგ და ეს ვადები იყოს მაქსიმალურად მოქნილი ამ ყველაფრის განხორციელება. ამიტომ ასეთი შემთხვევებში, ასეთი ტიპის შემთხვევებში ადამიანებს აქვს უკვე საშუალება მიმართონ ეკონომიკის სამინისტროს და მოსთხოვონ განსაზღვრა მიწის ფართობის, რომელიც ეკუთვნის ამ შენობა ნაგებობას, რომელიც უკვე მის საკუთრებაშია და მასზე არსებობს საკუთრების მოწმობა. სადღაც თებერვლის დასაწყისში უკვე უნდა ყოფილიყო დამტკიცებული მთავრობის დადგენილება, ამასთან დაკავშირებით შეიძლება უკვე მიღებულიც არის, შეიძლება რამდენიმე დღეში მიიღონ. ამიტომ ურჩევ ყურადღებას ამ ადამიანს და ადევნოს სამართლებრივ მოვლენებს თვალყური, პირველ რიგში მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს. და თუ არა და უახლოეს დღეებში ალბათ იქნება. საკანონმდებლო ბაზა მიღებულია, კანონი ამის შესახებ არსებობს. კანონი ავალებს ეკონომიკის სამინისტროს უკვე ამის განხორციელებას. უბრალოდ არსებობს ვალდებულება ასევე რომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ სვადაში ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს წესი, თუ როგორი წესით მოხდება ამ მიწის ნაკვეთის საზღვრის განსაზღვრა. ასე რომ ამ მიწის ნაკვეთის ბედიც უახლოეს პერიოდში გადაწყდება. კი, თუ უკვე გადაწყვეტილი არ არის. უკვე ჩვენი მსმენელისთვისაც გადაწყდება, როცა ეცოდინება როგორი მოქმედოს და როგორ მოახდინოს დაუშვათ იმ რეგისტრაცია საკუთრებაში, ან არ ვიცი როგორ ქვია, მსმენელია როგორც მანიშნებენ, ანუ გისმენთ? გამარჯობათ ბატონო. გაგიმარჯოთ. გვაქვს ასეთი პრობლემა. ნაკვეთი გვაქვს, კერძო ნაკვეთი ძველ ვეძიში, ეს არის სოფელი დიღომის ზევით და იმყოფება თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ. თუმცა რეგისტრაციულ ზონად არის მითითებული ქალაქი თბილისი, საჯარო ერთის ამონაწერში. ჩვენ გვინდა იქ კერძო სახლის აშენება. და თბილისის არქიტექტურის სამსახურში მონაცემთა ბაზაში არ ძევს ეს ტერიტორია საერთოდ. მცხეთის მონაცემთა ბაზაში ძევს, მაგრამ იქ გვეუბნებიან, რომ ვინაიდან თბილისი არის მიწერილია, ჩვენო ადმინისტრაციულად აღარ აქვს უფლება რომ გამკარგოთ და აქედან გამომდინარე უარით გამოგვიშვეს მცხეთიდანაც. ხო არ შეუძლია თქვენს თუმანს დაგვეხმაროს რა გზებს მივმართოთ და კონკრეტულად ვინ შეიძლება განიხილოს ქალაქმშენებლობითი პირობები და საერთოდ პროექტი ვინ შეიძლება რომ დაამტკიცოს ამ ტერიტორიისათვის. აუცილებლად გიპასუხებთ ბატონი იაგო, მე შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი ბატონი იაგო ხვიჩია გახლავთ დღეს ღია სტუდიის სტუმარი. ამ შეკითხვასაც უპასუხებს ბატონი იაგო. როგორ დააკვალიანებთ ბატონი იაგო ამ ჩვენს მსმენელს? მოკლედ, ამ შემთხვევაში გვაქვს ესეთი სიტუაცია. და თბილისის საზღვრებს გარეთ რატოა ვეძისი, როცა ძალიან ბევრი ტერიტორია შემოუერთეს თბილისს? ზოგჯერ ადმინისტრაციული საზღვრები და სარეგისტრაციო საზღვრები ერთმანეთს არ ემთხვევა და ეს არის საკმაოდ ბუნებრივი, იმიტომ რომ ადმინისტრაციული საზღვარი მტკიცდება საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხოლო სარეგისტრაციო საზღვრები მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ამიტომ ხშირად ეს არ ემთხვევა, შესაძლებელია ადამიანს ამონაწერში უწერია თბილისი, მაგრამ ის ადმინისტრაციულად იყოს მცხეთა და პირიქით. მოგეხსენებათ, მშენებლობის ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო თავისი ტერიტორიული კომპეტენციის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი წერია ამონაწერში, თუ ის არის ადმინისტრაციულად მცხეთის ტერიტორია და თბილისის არქიტექტურა ამას ადასტურებს, რომ ჩემი არ არის, ანუ არის მცხეთის, ამ შემთხვევაში იქ ცხადია და ცალსახაა, რომ მშენებლობის ნებართვა უნდა გასცეს მცხეთის ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ. მიუხედავად იმისა, თუ ამონაწერში თბილისი წერია თუ მცხეთა წერია. მიზეზს კიდე გამომეორებ ერთხელ, რომ ტერიტორიული ადმინისტრაციული საზღვრები და სარეგისტრაციო საზღვრები სხვადასხვაა თავისი არსით. ერთის მიზანი, ანუ სარეგისტრაციო საზღვრების მიზანი არის საკმაოდ ვიწრო
ვიწროდ განსაზღვრული, ეს არის რეგისტრაციის მიზნებისთვის მარტო, საჯარო რეესტრისთვის, ის სხვა ორგანოსთვის არ გამოიყენება, არანაირი კავშირი არქიტექტურულ ურთიერთობებს, სამშენებლო ურთიერთობებს ამონაწერში მითითებულ სარეგისტრაციო საზღვრებთან არ აქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენცია ელემენტარულად და ამიტომ მან უნდა გაითვალისწინოს არა სარეგისტრაციო საზღვრები, არამედ თავისი ადმინისტრაციული საზღვრები. ესე იგი, ადმინისტრაციული საზღვრით ვისაც ეკუთვნის, იმ ორგანოს უნდა მიმართოს ჩვენო მსმენელს. რა თქმა უნდა. ადმინისტრაციული და ის თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, რომ ვალდებულია გასცეს ამ შემთხვევაში თუ ვინმე სჭირდება იმის წერილობითი დადასტურება, რომ სხვადასხვა არის ადმინისტრაციული და სარეგისტრაციო საზღვრები, მოვიდნენ რეესტრში მაშინ, ხო? შეგვიძლია დაუდასტუროთ, მაგრამ კი ბატონო. ეს ზედმეტია, იმიტომ რომ თუ ნებისმიერმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიცის ან უნდა იცოდეს, ხო, თავისი საზღვრები. რომელია თბილისის, რომელი არის თავისი და ამონაწერში რა წერია, თბილისის წერია თუ ცხეთა წერია, ეს სხვა საკითხია საერთოდ, ანუ სხვა რაღაცისთვის გამოიყენება, ეს არ გამოიყენება იმ მიზნებისთვის. ესე იგი, ადმინისტრაციულ საზღვრებში ვისთანაც არის ვეზისი, კი, მან უნდა გასცეს ნებართვა. მსმენელი გველოდება კიდევ 2. ალო, გისმენთ? ალო? გამარჯობა დაბა. გაგიმარჯობთ. ყავს ერთადერთი შვილი, რომელიც არის საზღვარგარეთ და არის იქაური მოქალაქე. ეხლა მე ვარ 72 წლის. მყავს მეუღლე რა თქმა უნდა და მინდა რომ ეს ჩემი მოძრავი ქონება გადაუფორმო ჩემ შვილს. შეიძლება თუ არა? ჩემს სიკვდილამდე მინდა გადაუფორმო. გასაგებია, რა თქმა უნდა შეიძლება მეც კი შემიძლია ეს დავადასტურო, ბატონო იგო თქვენის ნებართვით. აბსოლუტურად გეთანხმებით, ბატონო გიგი, რა თქმა უნდა შესაძლებელია. სადაც უნდა ცხოვრობდეს, ეს ნამდვილად არის შესაძლებელი. და როგორი დავამატებ თქვენის ნებართვით, რა ფორმითაც გნებავთ ისე გადაუფორმეთ. ხო, ფორმა შეიძლება იყოს ბევრი, ნასყიდობა, შეიძლება იყოს ჩუქება, შეიძლება იყოს ანდერძი და ასე შემდეგ. ანდერძი სიკვდილის მერე გადაფორმებას ნიშნავს თავისი არსით, მაგრამ ციცოცხლის რადგანაც უნდა ყველაზე ოპტიმალური ამ შემთხვევაში არის ჩუქება ალბათ. და იმ ადამიანთან უნდა დაიდოს ხელშეკრულება შესაბამისი, შესაძლოა ის თუ საქართველოს მოქალაქეა ამ შემთხვევაში შეუძლია მინდობილობა გამოაგზავნოს Skype-ით, ესეთი მომსახურებაც არსებობს უკვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, თუ არა და გამოაგზავნოს მინდობილობა ნებისმიერ სხვა ადამიანზე, რომელიც ამ შემთხვევაში მიიღებს ამ ქონებას, ან უბრალოდ თუნდაც დედამისზე გამოაგზავნოს, თათ მიცემს უფლებას, რომ დაუშვათ მოახდინოს თავის თავთან ხელშეკრულების დადება. ესეთი რაღაცით არის შესაძლებელი. ანუ აქ ჭირდება ერთი პირველი აუცილებლად მინდობილი პირი, რომელთანაც დაიდება ეს ხელშეკრულება, მეორე ხელშეკრულების გაფორმება. და ხელშეკრულებაში ჩაიწერება უკვე რომ ეს ქონება არის ამ ადამიანის პიროვნების. ხო, გადაეცა ამ ადამიანის პიროვნებას. იყო ამისი გახდა მისი. კი, წარმოადგენს საჯარო რეესტრის არეგისტრაციო და დარეგისტრდება უკვე შვილის სახელს. ასე რომ სხვა მსმენელების საყურადღებოთაც გავიმეორებ თქვენის ნებართვით ბატონო იეგო, რომ ნუ შეგაშფოთებთ, ნუ შეგაწუხებთ ის რომ დაუშვათ შორს არის თქვენგან, თქვენი ახლობელი, ამ შემთხვევაში შვილი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, რომელ ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს. მას სრული უფლება აქვს ფლობდეს ქონებას აქ ჩვენთან საქართველოში და თქვენ შეგიძლიათ გარკვეული შეზღუდვები არსებობს სასოფლო სამეურნეო დანაშაულების მიწებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქემ არ შეიძლება შეიძინოს სასოფლო სამეურნეო დანაშაულების მიწა, მაგრამ რაც შეეხება მემკვიდრეობის მიღებას და ასე შემდეგ, ამ კუთხით აქაც არ დგას პრობლემა, მაგრამ აქ მე როგორც ხვდები, სასოფლო სამეურნეო დანაშაულების მიწაზე არ არის საუბარი და შესაბამისად შეზღუდვაც არ არსებობს. დიდი მადლობა, ჩავთოთ კიდევ ერთი მსმენელი, ალო. გენეცვალე თუ შეიძლება 2000 წელს გარდამეცვალა მეუღლე. მაქვს სოფელში საკარმიდა მოქონდა მას და სახლიც დგას და ყველაფერი და არ მიშვებენ. მისმენთ მე? კი, გისმენთ, რა თქმა უნდა. ვინ არ გიშვებთ, ხალბატონო? არ გადამიფორმეს. არ გიშვებენ, რას ქვია? არ გადამიფორმეს, მე და ჩემს შვილზე უნდა გადაფორმებული იყო ეს საკარმიდა და თქვენი მეუღლის სახელზე იყო ნამდვილად მას? მის იყო მფლობელი ამ ქონების. დიახ, ჩემი ქმარი იყო მფლობელი მის სახელგარის და მიწაწყლის. მამამის ეკუთვნოდა და ვინ არ გადააგიფორმათ, ხალბატონო, ვისთან იყავით თქვენ და ვინ გითხრათ უარი? აი იქ რაიონში მეცილება ისა ბიძაშვილის შვილი. ანუ დავას არსებობს დავა კერძო პირებს შორის ამ შემთხვევაში. დიახ. კარგით, გიპასუხებთ. ამ საკმაოდ ზოგადია შეკითხვა და საქმის დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვეცდები მაინც დაახლოებით მაინც მივაწოდო
მოქალაქეს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში პირველი აუცილებელი არის სამკვიდროს გახსნა. ანუ ნოტარიუსმა უნდა დაადგინოს ის ფაქტი, რომ გარდაცვლილის მემკვიდრე არის ნამდვილად მისი მეუღლე და უნდა გასცეს სამკვიდრო მოწმობა. შესაძლებელია ეს გასცეს კონკრეტულ მეუღლე და შვილი. შესაძლებელია მეუღლე და შვილი, ხო. ამ შემთხვევაში. ხო, ანუ ასევე გასარკვევია თუ რა მოტივით არ უშვებს მისი ნათესაობა ამ ადამიანს იმ სახლში. რამე დოკუმენტაცია არსებობს მათ სახელზე თუ ის უბრალოდ ძალადობას აქვს ადგილი მარტივად რო ვთქვათ. თუ ძალადობას აქვს ადგილი ცხადია ეს უკვე კრიმინალის თემაა და საჯარო რესთან ნაკლებად აკავშირი, მაგრამ თუ მეორე რამე დოკუმენტაცია არსებობს, საინტერესოა თუ რის საფუძველზე მოახდინეს მათ უფლების რეგისტრაცია. ფაქტია, რომ უნდა საჭიროა ამ შემთხვევაში უფლების თუ რეგისტრებულია მხოლოდ უკვე გარდაცვლილზე ეს ხონება საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ სამკვიდრო მოწმობა. მხოლოდ და მხოლოდ თუ არ არის რეგისტრირებული მამკვიდრებელზე, ამ შემთხვევაში საჭიროა მამკვიდრებლის უფლების ამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და ასევე სამკვიდრო მოწმობა. ანუ და ამის წარმოდგენა საჯარო რეესტრში. ამის რეგისტრაციის შემდეგ, როდესაც მოხდება ამ ქონების რეგისტრაცია უკვე ამ ადამიანზე, არავის არ აქვს ლეგიტიმური უფლება იმისი, რომ ის საკუთარ სახლში არ შეუშვას. ნებისმიერ შემთხვევაში ის არის უკვე კანონის დარღვევა, რომელსაც სუმცირე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შინაარსი მაინც აქვს. მადლობთ. ორი მსმენელი გველოდება კიდევ, ალო. გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობა. გაგიმარჯობა. შეიძლება თქვენ სტუმარს დაუძინოთ. რა თქმა უნდა, ბრძანეთ. ვარ ტოლვილი. ბინა დამი კანონეს საკუთრებაში. მინდა დავუკითხო შვილს, რომელიც ცხოვრობს რუსეთში 30 წელიწადია. შეიძლება თუ არა და თუ შეიძლება საიდან უნდა დაიწყო. გასაგებია კითხვა მაპატეთ ვიდრე უპასუხოთ ბატონო კიდევ ერთი სვენელი გველოდება ამ კითხვასაც მოვინიშნავ. ალო გისმენთ? ალო გამარჯობა ბატონო გოგი. გაგიმარჯოთ. ასეთი შეკითხვა მაქვს. ვარ მარტო ხელა პენსიონერი. დიახ. და შემიძლია თუ არა რომ ჩუქება გაუკეთო ჩემ დიშვილს, მხოლოდ რომ არ ჩავწერო ისე რომ უკვე მე ალბათ აღარ ვიქნები პირველი პირი და ეს არ მაწყობს. აი არ ჩუქება გაუკეთოთ ისე რომ არ ჩაწეროთ? ხო გენაცვალე. აი როგორ თანდერჯერ კარგით გიპასუხებთ ამ კითხვაზე ბატონო იაგო კიდევ ერთი მსმენელი ახალზე ალო გისმენთ? ალო გამარჯობათ. გაგიმარჯოთ. ესე იგი ჩემი მეუღლის ბებია დაიღუპა და იქ არის დარეგისტრირებული ჩემი ქმარი. თუ შეიძლება რომ საჯარო რეესტრში გატარდეს მის სახელზე ის თუ მამამისი ჯერ ცოცხალია და შეუძლია თუ არა გაიფორმოს ჩემო მეუღლემ. როგორ უკაცრავად ხალხთან თავიდან? ბებია დაიღუპა, მაგრამ მამა ცოცხალია და სოფლის ბინაა. მაგრამ ქალაქზე გადმოვიდა სოფელი დიღომი და მაინტერესებს თუ შეიძლება რომ რეესტრში გაატაროს თავის სახელზე რეგისტრირებული კი არის მაგ მისამართზე. კარგით. კიდევ ერთი მსმენელი, ალო? ალო? გაწყდა კავშირი? ალო? კარგით. ეს გასაგებია ეს კითხვები უპასუხოთ თუ შეიძლება ბატონო. პირველი შეკითხვა ტოლვილი ვარო გალბატონო რომ ბძანა. იდენტური იყო იმისი რაზედაც გავაცეთ უკვე პასუხი ამ შემთხვევაში თუ თქვენ მაგრამ საიდან დაიწყო მაშინ იმაზე? ხო, კი, აუცილებლად პასუხებთ, კი. პირველ რიგში არანაირად არ იცვლება გარემოება იმით რომ ადამიანი ტოლვილია და ამ გზით მიიღო საკუთრებაში ძრავი. რა საკუთრების ფლობელია? თავარი არის საკუთრების ფლობელია. რა გზით უნდა დაიწყოს და ამ შემთხვევაში აი წინა როგორც წინა მოქალაქეს უპასუხეთ, პირველ რიგში ჭირდება თავის შვილისგან მინდობილობა, რომ ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა სხვამ მიიღოს შვილის მაგივრად ეს კონკრეტული ქონება. თუ ეს მინდობილობა ექნება, ან თუ შვილი ჩამოვა დაუშვათ რაღაც გარკვეული დროით, უნდა მივიდნენ რეესტრში და დადონ ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების გარკვეული ფორმები გვაქვს საჯარო რეესტრში, ვთავაზობთ მოქალაქეებს, რომ მათ ზედმეტი ხარჯები აედონ თავიდან, თუ ეს ფორმები რა თქმა უნდა აწყობთ, იქ საკმაოდ მინიმალური ინფორმაცია, თუნდაც განსაკუთრებული უნდათ მხარეებს განსაკუთრებული პირობის ჩადება ხელშეკრულებაში. ამ შემთხვევაში თვითონ უნდა შეადგინონ ეს ხელშეკრულება ჩვენი ან ნოტარიუსის ან ჩვენი თანამშრომლის მიერ მოხდება მისი დამოწმება და შესაბამისად მოხდება რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ესე იგი პრობლემა არ ექნება თქვენშიც 30 წელია იქ ცხოვრობს მართალია და რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ მას იურიდიული უფლება ექნება რომ იმ ბინას ფლობდეს აქ თბილისშიც. რა თქმა უნდა. შემდეგი იყო მაპატეთ ვიდრე შემდეგ შეპასუხოთ ორი მსმენელი კიდევ გველოდება თურმე მოვინიშნავ შეკითხვებს. ალო გისმენთ? ალო. ბატონო. გამარჯობა. გაგიმარჯობა. მინდა ასეთი შეკითხვა დავუსვა თქვენ სტუმარს. იცით რა, სოფელში, რაიონში გვაქვს ქონება, ესე იგი, ძელიბური სახლი და ადგილი, რომელიც ეკუთვნოდა ხუთ დედმამიშვილს. როცა ამის რეესტრში
ვიკითხეთ ახლა გარდაცვლილია იმ ოჯახის წევრებიდან უმრავლესობა იმ შთამომავლობის და ერთ-ერთი იქიდან იყო ჩემი მეუღლე და როცა ეს გაფორმებულა ისე მოხდა რომ რეისში ახლა გვიპასუხეს რომ 5 შვილიდან ერთ ძმაზე შინაური და გარეული სახელით არის ქონების ნაწილი დამტკიცებული და ჩემი მეუღლის სახელზე არ ჩანს რეისში არაფერი. ეს შეიძლება მექანიკური შეცდომა იყოს. იმიტომ რომ ერთ ადამიანზე ორი სახელი თქვა შეიძლება რომ იყოს გაფორმება რეისში. როგორ შეიძლება გამოვასწოროთ? ძალიან კონკრეტული ტექნიკურ ხარვეზე შემოიტანეთ ხალბატონო და დაასაბუთეთ თქვენი მოთხოვნა. საკმაოდ ისეთ ინფორმაციას მოვაწვეთ რომ ვერაფერს ვერ გიპასუხებთ ასე ამ წერი ინფორმაციით. კიდევ ერთ შეკითხვას მოვინიშნავ, ალო გისმენთ? დიახ, გისმენთ. გამარჯობა. გაგიმარჯოთ. აგარაკი მაქვს ხალაგარეთ. და ეგ პრივატიზებული მაქვს, ნახაზიც მაქვს და საჯარო რეესტრში მეუბნებიან ხელახლა უნდა კიდევ ნახაზის გაკეთება და არის აუცილებელი? მიზეზი რატო გეუბნებიან ხალბატონო, ხო არიცით? ნუ ახლა ატარებო საჯარო რეესტრში ახალი ნახაზია საჭირო. როდის გქონდათ ეს აზომებ ნახაზები გაკეთებული და სად არის ტერიტორიულად ქონება? ტერიტორიულად წყალტუბოს რაიონში, მე ქუთაისიდან გაწუხებ. ხო, და ისა რა ქვია, როდის გააკეთეთ ეს ყველაფერი თქვენ? არის ალბათ 90-იან წლებში. 90-იან წლებში აზომებთ ნახაზს ვერ გააკეთებდით ხალბატონო, ეს არის ჩვეულებრივად მექანიკურად ქაღალდზე შესრულებული აზომვითი ნახაზი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც უნდა გააკეთოთ თქვენ დღეს, იმიტომ რომ იმ ნახაზით, ძველი ნახაზით ვერ ხერხდება ნივთის სრული იდენტიფიკაცია. ანუ ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრი ითხოვს ინფორმაციაზე ზუსტად სად მდებარეობს ეს უძრავი ნივთი, რომ შემდგომში ნებისმიერი სხვა გაუგებრობა გამოირიცხოს. ანუ სხვამაც არ მოახერხოს იგივე ქონებაზე, თქვენს ქონებაზე უფლების რეგისტრაცია და პრობლემა არ შეგექმნათ. ანუ ეს რეალურად ეს მოთხოვნა არის გამომდინარე თქვენივე ინტერესებიდან, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, როგორც კი ერთხელ მორჩებით ამ ტიპით ქონების რეგისტრაციას, ამ ტიპის აზომვითი ნახაზით, ამ შემთხვევაში არავის შეუძლია გამოთქვას პრეტენზია მაგასთან დაკავშირებით. თუ შეიძლება ახლა იმ პენსიონერს უპასუხეთ, მარტო ხელა პენსიონერი ვარ, რომ ჩუქება რომ უნდა და თან არ უნდა რომ ჩაწეროს. ეს ჩუქება რომ უნდა და თან რომ უნდა ჩაწეროს, ესეთი რაღაცა გამორიცხულია. ხო, რამდენად შეიძლება? იმიტომ რომ ჩუქება უკვე ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ყოველგვარ უფლებას უაძლევთ ამ უძრავნებთან დაკავშირებით. თუ ადამიანს გარკვეული ესე უნდობლობა გააჩნია ადამიანის დასაჩუქრებულის ან დასასაჩუქრებელის მიმართ, არსებობს სხვა ფორმები საქართველოს კანონმდებლობით. ეს ფორმა არის პირველი ანდერძი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ამ ანდერძის შეცვლა ყოველთვის შეუძლია მოანდერძეს და მეორე არსებობს სამის დღეში რჩენის ხელშეკრულება, სადაც დეტალურად გაიწერება პირობები თუ რა შემთხვევაში დარჩება ადამიანს ქონება. ანუ სიტყვაზე გარკვეულად თუ ის მოიქცა ცუდად ან რაღაცა თვეში ამდენი თანხის გადახდა ეკისრება ადამიანზე თუ ეს ვერ შეასრულა, ამ შემთხვევაში ქონება შეიძლება ეს სამის დღეში რჩენის ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს. ხოლო თუ ადამიანმა სრულად შეასრულა ეს ყველაფერი, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ქონება უკვე გადავა იმ ადამიანის საკუთრებაში, ვინც დაუშვათ უნდა დაასაჩუქროს ახლა ამ ადამიანს. ეს არის ხელშეკრულების საგანი. თუ თქვენ ჩაწერთ ხელშეკრულებაში, რომ თქვენი სიცოცხლის მანძილზე ის უნდა მოვიდეს, მოგიაროთ ან რაღაც შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო, ან რაღაც თანხა დაუშვათ რის თაობაზე ბატონი ეგობძანებდა. 3 დღეში რჩენის ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ამ შემთხვევაში თქვენთვის ხალბატონო. რა კი ასეთი წინდახვდული ბრძანდებით და რაღაცა გათვლები გაქვთ, რომ არ მოხდეს რამ, ხო, შემდეგ გააფორმეთ ასეთი 3 დღეში რჩენა და თქვენი ვინა დარჩება შემდეგ იმ თქვენს დიშვილს. შემდეგი, ესე იგი, ბებია რომ გარდაეცვალა მეუღლეს, ხალბატონმა რო დაერეკა და ამ ბებიას შვილი ყავს. ცოცხალი და ესე იგი ამ ვინც დაერეკა მისი. ხო, ამ შემთხვევაში არის აქ მთავარი თემა არის სამკვიდროს ვინ მიიღებს. ანუ ვინც მიიღებს სამკვიდროს, იმას დარჩება ქონება. სამკვიდროს პირველი რიგის მემკვიდრეები იღებენ. ცხადია და შვილი არის პირველი რიგის მემკვიდრე, მაგრამ შესაძლებელია სამკვიდრო მიიღოს შვილიშვილმაც, თუ ამაზე შვილიშვილი განაცხადებს უარს. და იტყვის, რომ იცი რა, სრულად ეს მთელი ქონება ამ ადამიანის მე არ მჭირდება, ეს კონკრეტული ქონება ყოველ შემთხვევაში და გამოდით თანახმობა რომ გადასცეთ შვილიშვილს, ნუ აი ამ ადამიანს. თუ ესეთი რამე მოხდება, ამ შემთხვევაში ნოტარიუსს აქვს უფლება, გასცეს უკვე შვილიშვილზე
სამკვიდრო მოწმობა და ამ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე შვილიშვილს, ანუ ამ ადამიანის მეუღლეს შეიძლება საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მაგრამ თუ შვილმა ამას არის კატეგორიული წინააღმდეგი, შემთხვევაში ესე ვერ მოხდება. ესე იგი თქვენმა მამამთილმა უნდა თქვას, ვინც დარეკა ქალბატონმა, იმას მიმართავ, თქვენმა მამამთილმა უნდა თქვას ოფიციალურად წერილობით უარი, წერილობით ოფიციალურად ნოტარიუსთან, კი. და ამ შემთხვევაში თქვენი მეუღლე მიიღებს ამ ქონებას. ჩავთოთ კიდევ ერთი მსმენელი, ალო? ალო? ალო, გამარჯობოთ. გაგიმარჯოთ. მაინტერესებს ასეთი რაღაცა ვარ, სამხედრო მოსამსახურე. 94 წელში თბილისში ორდერით მივიღე ბინა. მაგრამ ვარ აფხაზეთიდან ტოლვილი. პრივატიზაციის საკითხი რო დაიწყო ემბინების, რატომღაც გვეუბნებიან უარს და ვის მიმართოთ? უნდა მიმართოთ ან ადგილობრივ გამგეობას, ბატონო ჩემო, იმიტომ რომ პრივატიზაციის განმახორციელებელი ორგანო არის გამგეობა და მეორე, თუ თქვენ სამხედრო მოსამსახურე ხარ და ამასთან არის დაკავშირებული ამ თქვენი ბინის მიღება, შესაძლებელია თავდაცვის სამინისტროსაც გქონდეს ვალდებულება განახორციელოს პრივატიზაცია. ანუ ფაქტია რომ აუცილებლად განახორციელოთ პრივატიზაცია. ვინ განახორციელებს ამას? გააჩნია იმის მიხედვით თუ ვის ბალანსზე ეს ქონება არის ადგილობრივი დაცემული არის იმის რა ეკონომიკის სამინისტროზე და პრივატიზაცია დაიწყეს. მაგრამ ტოლვილებს გვითხრეს უარი იმაზე რომ თქვენო რეგისტრირებული ხართო დროებითო და ეს რამდენად მართალია ვერ მათქვით? არ ვიცით ბატონო ჩემო, დოკუმენტაცია უნდა ინახოს, ანუ რა პირობით ხართ თქვენ რეგისტრირებული და იმ ორდერში რა წერია. თუ ეს არის დროებითი სარგებლობის ორდერი, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს უარი იყოს ლეგიტიმური, მაგრამ ზოგადად ჩვეულებრივი ორდერი არის პრივატიზაციის საფუძველი. ჩავთოთ კიდევ ერთი მსმენელი, დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. გაგიმარჯობ. მაინტერესებს, როცა მშობლები ცოცხლები არიან და შვილს უნდა ცალკე გასვლა, ბინის დაშლა, ასე ვთქვათ, მაგრამ ეწინააღმდეგებიან მშობლები. აი სასამართლო წესით თუ შეიძლება ასეთი რაღაც თანხმობა არ არის მშობლებისგან, მაგრამ გასაგებია კითხვა. ალბათ. პირველ რიგში არის გასარკვევი, ანუ ეს ქონება ვისი საკუთრებაა? და ამ ქონების ამ შემთხვევაში დაუშვათ ბატონო ეგო რომ მშობლის საკუთრებაა. მშობლის საკუთრება, თუ მშობლის საკუთრებაა, მაშინ შვილზე ცხადია დავის შემთხვევაში ნაკლები შანსი არსებობს რომ შვილმა თავისი გაიტანოს. შეიძლება ითქვას და ეს ქონება გააყიდიოს იძულებითი წესით მშობელს. მაგრამ არის ერთი საკითხი, შესაძლებელია იყოს თანასაკუთრება. ანუ როდესაც ხდებოდა პრივატიზაციები ორდერებში ზოგადად ყოველთვის ეწერებოდა მთელი ოჯახის წევრები და ეს ითვლებოდა თანასაკუთრებად დაუშვათ. თუ ერთი ეგარი ხშირ შემთხვევაში ეს სხვები, ანუ ოჯახის სხვა წევრები უარს აცხადებდნენ ამ ქონებაზე. ანუ და თანხმობას აცხადებდნენ რომ მხოლოდ მშობელზე ყოფილიყო რეგისტრირებული. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ასეთი დავა იქნება, ეს ადმინისტრაციულ ორგანოში არ მოგვარდება. არც საჯარო რეესტრში, არც გამგეობაში, არც მერიაში. ანუ აქ სიარულს აზრი არ აქვს. უკვე სასამართლოს არსებობს სასამართლოს წესით, თუ ადამიანები წარმოადგენენ გარკვეულ მტკიცებულებებს, რომ ეს წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას და ეს ამავდროულად არის რეალურად თანასაკუთრებაში არსებული ქონება. ესე იგი შვილს მოუწევს პირველ ყოვლისა აი ეს მტკიცებულების ტვირთი, ხო, როგორც ამბობენ ხოლმე, მასზე შვილზე იქნება, რაგი მას უნდა გასვლა, რომ მან უნდა ამტკიცოს სასამართლოში, რომ უნდა ამიტომ და ამიტომ. ხო. სასამართლოს თემა უბრალოდ არ ვიცით ახლა რამდენად იქნება შანსი უკვე ეს კონკრეტული დოკუმენტაციის ნახვის შემდეგ შეიძლება თქვას იურისტმა თორეზე პირად ახლა ადამიანს ეგზე ვერაფერს ვერ შეგვიძლია. გასაგებია. მადლობთ. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება და მე მინდა უთხრა ჩვენს მსმენელებს ბოდიში მოუხადოს ვისაც სურვილი ქონდა დარეკვის რომ მეც ვეღარ ჩავთავთ მეტსმენელს. ახლა ბოლო ზარია დღევანდელ გადაცემაში დიახ გისმენთ. მოგესალმებით ბატონო გოგი და თქვენს თომას. გაგიმარჯოთ. აი ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. ბინის ორდერი არის ჩემს ბიძზე გამოწერილი ჩვეულებრივად. ბიჭი არის საზღვარგარეთ, ორდერი აქვს, მაგრამ ვერ უკავშირდები სამწუხაროდ მას და რაიმე ახლო მომავალში, აი კანონიერი ორდერი აქვს და პრივატიზებული არ მაქვს და რაიმე საშიშროება ხომ არ მეკრება რაიმე ახლო მომავალში. რისი საშიშროება ბატონო ჩემო? ბინის ჩამორთმევის ანდრამებს. გასვი, აბა აი რა სანქციები გატარდება ასეთი ხალხის მიმართ ერთი წელი დაუშვათ ერთი წელი ვერ დაუკავშირდი.
გას ეთყობა უნებართო ცხოვრობს ან იქ რა ორდერი აქვს შვილს კანონიერი ორდერი აქვს არა უნებართო შეიძლება იქ ცხოვრობს და ამიტომ მე უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვით შეგიძლიათ ას გითხრათ რატომ ვერ უკავშირდებით ეგ თქვენი ნებაა ჩემო ბატონო მაგრამ ფაქტი ასეთია რასაც ხო ეს არ ვიცი მიზეზებს ვერ გეტყვით მაგრამ ნუ დაჩეხება უახლოეს მომავალში რამე საფრთხე შეიძლება შეექმნას თუ არა ცხადია მესამე პირებისგან ამ შემთხვევაში საფრთხე ნაკლებად სავარაუდოა ხა შვილს აქვს საფუძველი ანუ ეს ორდერი არის რეალურად პრივატიზაციის საფუძველი ეს არ არის პირდაპირ რეგისტრაციის საფუძველი ორდერი არის პრივატიზაციის საფუძველი შესაძლებელია შვილმა გააკეთოს პრივატიზაცია თავის სახელზე და შემდეგ ეს გაასხვისოს თუ ამ საფრთხეს გულისხმობს ეს ადამიანი მაშინ პირველ რიგში შვილმა ჩამოვიდეს აქ და არა მე მგონი ქონების დაკარგვის საფრთხეს გულისხმობს და უფრო არ დაიკარგება ასეთი დაკარგვის შანსი თუ ორდერი შვილს აქვს და მის მასზე თუ და შვილს ესე იგი მისია ქონება ხო შვილის აქვს საფუძველი იმისი რომ რეგისტრაცია განახორციელოს თავის სახელზე და შესაბამისად იქ ნაკლებ სავარაუდოა რომ მესამე პირებმა გამოთქვან რაღაც გაკვირვებული პრეტენზიები ხო საფრთხე შეიძლება მხოლოდ ეს ერთი იყოს რაც ბატონმა იაგომ მოგახსენეთ რომ შეიძლება მან გაიფორმოს თავის საკუთრებაში და თქვენ დარჩეთ ამ ქონების გარეშე მხოლოდ ეს არის საფრთხე დანარჩენი საფრთხე რომ თქვენ ქონება დაკარგოთ ამ შემთხვევაში თქვენ და თქვენმა შვილმა ორივე ერთად რომ დაკარგოთ ეგ ქონება ეგ პრაქტიკულად გამორიცხულია გეუბნებათ ჩვენი დღევანდელი სტუმარი რომელსაც ვიდრე მადლობას მოვახსენებთ დღევანდელ სტუმრობასთან დაკავშირებით კიდევ მინდა კითხო ბატონო თქვენ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეზე მოასწარით დღეს საფუძვლიანი საუბარი რის თაობაზეც გასცემის დასაწყისში ძალიან აქტიური გამოხმაურებაც მიიღეთ და ძალიან ესეთი პრაქტიკული რჩევებიც მიეცით ჩვენს მსმენელებს ვინც დარეკა ამ რეგისტრაციასთან დაკავშირებით სხვა რამე ესეთი მნიშვნელოვანი თუ არა რაც შეიძლება ერთ ორ წუთში ჩაეტიოს გითხარით სიახლე გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს სამსახურში გარკვეული ტიპის ცვლილებებზე რომ იგივე გამარტივება როდესღაც შეეხოთ თავშოთ ფიზიკურ პირებს მაგრამ პირველ რიგში მიდის მუშაობა იურიდიულ პირებთან დაკავშირებით და ნახოთ თუ რა შედეგებს მოგცემს ეს კანონპროექტი ასევე მოგეხსენებათ რომ მიმდინარეობს მუშაობა უკანონოდ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით უბრალოდ ეს პროექტი ჯერ პარლამენტში იხილება და საბოლოო სახით დასრულებული არ არის გარკვეული ტიპის სიახლეები მიმდინარეობს უბრალოდ მათ ახსასწერად 2 წუთი ნამდვილად არ არის საკმარისი მაგალითად მიმდინარეობს მუშაობა იგივე ყადაღებთან დაკავშირებით რომ გარკვეული ტიპის ყადაღები რომ როდესაც ქონება უკვე გასხვისებული და უკვე არის მესამე პირზე მოხდეს მათი მოხსნა და ამ ყადაღებმა ახალ შემძენებს პრობლემა არ შეუქმნან ფაქტობრივად ეს პროექტი ბოლომდე არის უკვე მიყვანილი და ალბათ სხვა დროს მოგვეცემა საშუალება რომ ამასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაცია მივაწოდოთ მოქალაქეებს და ასევე როგორც წესი და ყოველთვის მიმდინარეობს და მათ შორის ახლაც მუშაობა სერვისების გაუმჯობესებაზე, ანუ მოქალაქეებთან ურთიერთობის წესების დახვეწაზე, რომელზედაც თანამშრომლობს თითქმის პერმანენტულად კვირაში ერთხელ მაინც უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები შეიძლება ითქვას, ხდება მათი გადამოწმება და ასევე აქამდეც და აწიც ყოველთვის შეიძლება ითქვას საჯარო რეესტრი აქცევს ყურადღებას მოქალაქეთა პრეტენზიებს და შენიშვნებს და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მსმენელებს რომ მოგვაწოდონ თავიანთი შენიშვნები ჩვენ სერვისებთან დაკავშირებით. თავშოთ რომელ სერვისი არის კარგი, რომელი არც ისე კარგი და მოგვაწოდონ თავიანთი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ სერვისების დახვეწა. დამიჯერეთ რომ მათი შენიშვნები ნამდვილად იქნება გათვალისწინებული. ჩვენ მზად ვართ თითქმის მეილებზეც ვპასუხობთ ადამიანებს ამ შემთხვევაში და ერთი სიტყვით მოგვაწოდონ თავიანთი შენიშვნები ძალიან მოხარული დავრჩებით ჩვენც და ელემენტარულად ეს წარდგება საერთო საქმეს, რომელსაც ქვია უძრავი ქონების ბაზრის დახვეწა. იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ადამიანები რომლებიც ვზივართ გარკვეულ შენობაში და იქიდან ვაკვირდებით ამ პროცესს, ისე კარგად ვერ ვნახულობთ ამას, როგორც დაინახავს უბრალო მოქალაქე, რომელიც სხვა მხრიდან უყურებს იმ პროცესს, რომელსაც ჩვენი სამსახური ახორციელებს. ნუ პრობლემა თუ არ შეექმნება, შეიძლება რაღაც არ მოეწონა ამ მომსახურებაში და თქვენ რომ გეტყვით ამას, ხო, აუცილებლად არის შემთხვევები, როდესაც ვერ ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძალიან დაუსაბუთებელია და რაღაც ისეთია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ვითვალისწინებთ და ძალიან ბევრი ისეთი რეფორმა, რომელიც დღეს არის საჯარო რეესტრში და რომელიც საჯარო რეესტრი ამაყობს, სწორედ ამნაირი გამოცდილების შეგროვების შედეგად არის განხორციელებული. სამაყო ნამდვილად აქვს საჯარო რეესტრს, არ არის ეს პირში მოფერება, ნამდვილად დაიხვეწა თანამდებობები და იმედია რომ უფრო კარგი სერვისები გვექნება ახლა მომავალში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი ბატონი იაგო ხვიჩია სტუმრობდა ღია სტუდიას, გადაცემაზე მუშაობდით ლია ციკლაური.
ნათია არველაძე, ლელა ვაშაკიძე, თია ბიჭაშვილი და გიორგი ჩოგოშვილი. მომავალ შეხვედრამდე. არ გაბრძანდებოდა. Студия.